მოგესალმებით, ეთერშია Business Insider, რადიო სიუცის ეთერში, ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათზე. ტრადიციულად საუბრობთ საინტერესო საკითხებზე, ვფიქრობ დღეს განსაკუთრებულად საინტერესო საკითხია საქართველოს თოვლი მოქალაქისთვის, ასე ვთქვათ, თანაბრად აქტუალური, თუმცა ვიდრე საკითხს და სტუმარს დავანონსებდეთ, მანამდე ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გვინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ. პირველი გუშინ დღის მეორე ნახევარში საღამოს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება გულისხმობ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და არა მხოლოდ ბუნებრივია რამოდენიმე კომპონენტი იყო. მოგეხსენებათ რომ ვაშინგტონში იმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული ყოველწლიური საგაზაფხულო ამ შემთხვევაში შეხვედრა ძალიან საინტერესო ანგარიში ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ამოვიკითხეთ აღნიშნული ანგარიშიდან, აღნიშნული შეფასებიდან. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად აქტუალური იყო თუ რას გადაწყვეტდა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გადაწყვეტდა ბუნებრივია გულისხმობ შემთხვევაში ანალიზზე, შეფასებას და კვლევაზე დაყრდნობით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან მიმართებაში 2025 წლისთვის. ვინაიდან მოგეხსენებათ რომ მანამდე ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულიდან გულისხმობ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ADB-ს და EBRD-ს, აქედან სამს, ანუ მსოფლიო ბანკს, ADB-ს და EBRD-ს უკვე ჰქონდა 2025 წლის პროგნოზი საქართველოსთვის განახლებული და განახლებები მოხდა მსოფლიო ბანკის მიერ იანვარში, სადაც საქართველოს ჩაითვალა რომ საქართველოს 2025 წელს საქართველოს ექნებოდა 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკმა გადახედა საკუთარ პროგნოზს და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ანალოგიურად მოხდა EBRD-ის შემთხვევაში 27 თებერვალს გამოაქვეყნა EBRD-მ საკუთარი შეფასება და ასევე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ანუ სექტემბრის მაჩვენებელს გადახედა და ამავდროულად ასევე შემოდგომის მაჩვენებელს გადახედა ADB-მ და ეს უკვე 9 აპრილს ვნახეთ ჩვენ ADB-ის ანგარიში, რომელიც თარიღდებოდა 2 აპრილს, უბრალოდ 9 აპრილს გამოქვეყნდა ოფიციალურად. და აქაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი პლუს ნიშნით იქნა გადახედილი და შეადგინა ასევე 6%. ანუ სამ ორგანიზაციას დიდი ოთხეულიდან სამს ჰქონდა 6%-ის შეფასება და ბუნებრივია საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყო საინტერესო და გუშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ დიდი ოთხეულიდან უკვე 4-ვე მეოთხემაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თქვა რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6%-ით 2025 წელს. ანუ დიდი ოთხეულიდან ეს სხვა შორის ძალიან საინტერესო და შედარებით იშვიათი დამთხოვაა, ვიტყოდი ასე. სხვადასხვა ქვეყნების მიმართებაში და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, რომ დიდი ოთხეულიდან 4-ვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6%. მაგრამ აქ იყო რამოდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის და ბუნებრივია ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ვითარებას კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინაიდან საქართველოში ხშირად უყალთ ხოლმე შედარებები თუ რა მდგომარეობაა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, ბუნებრივია ხეთ ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესოა უკრაინა და მოლდოვა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ერთად გავხდით ასე ვთქვათ კანდიდატი სახელმწიფოები, კანდიდატი ქვეყნები და ნუ უკრაინის შედარება თლად რელევანტური ვერ იქნება გამომდინარე ომის ვითარებიდან, თუმცა აი ხშირად ხდება ხოლმე მოლდოვასთან მიმართებაში შედარება და აქ ერთ საინტერესო ფაქტი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რა თქმა უნდა მოლდოვის მაჩვენებელიც გამოაქვეყნა, მთელი მსოფლიოს მაჩვენებელი გამოაქვეყნა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მოლდოვის მაჩვენებელიც გამოაქვეყნა და მოლდოვას შეუმცირა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მანამდე გეგმავდა მოლდოვის საპროგნოზო მაჩვენებელ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ არ მეშლება ეს იყო 3.4%, 3%-ზე მაღალი იყო და გუშინდელი განახლებით მოლდოვა 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით უნდა გაიზარდოს 0.6%-ით ხოლმე, ანუ ვარდის მაჩვენებელს ვხედავთ, ანუ ზრდის კლების მაჩვენებელს ვხედავთ ამ შემთხვევაში. ან მარტივად რო ვთქვათ, საქართველოს ექნება 2025 წელს 10-ჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ექნება მაგალითად კანდიდატ მოლდოვას. ნუ უკრაინასთან გასაგებია კიდევ ერთხელ ხაზს ვსვამ, რომ არ არის პირდაპირ რელევანტური შედარება, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ, რომ უკრაინას ასევე შეუმცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აი მოლდოვაზე 3.7-დან, დიახ. და უკრაინას შეუმცირა 2.5-დან 2%-მდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ანუ 3-ჯერ მეტად გაიზრდება მაგალითად ამ შემთხვევაში უკრაინის ეკონომიკაზე მეტად გაიზრდება 3-ჯერ საქართველოს ეკონომიკა და რა თქმა უნდა საშუალო შედარება ევროკავშირის მაჩვენებელთან. ცხადია, ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან საქართველოს განვითარებადი ქვეყანა, რას გულისხმობ, რომ ასე უნდა იყოს. ევროკავშირის შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩათვალა
რომ ევროკავშირი ასევე ევროკავშირში ვერ იქნება მაღალი და თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა 2024 წელს რომ ევროკავშირი გაიზრდებოდა 1.6%-ით, ახლა აღინიშნა რომ ევროკავშირი გაიზრდება საშუალოდ 1.2% ევროკავშირის ეკონომიკა. ნუ რას ნიშნავს რომ 5 ჯერ მაღალის დაექნება საქართველოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის ნორმალური გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს აქვს გზა გასავლელი იმისთვის რომ რაც მაგალითად პრემიერ-მინისტრმა დაანონსა რომ 2030 წლისთვის ჩვენ უნდა დაუახლოვდეთ ევროკავშირის ეკონომიკურ მაჩვენებელს, მათ შორის მუშაკის ყიდულობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან უნდა იყოს ძალიან ახლოს და უნდა შევამციროთ მნიშვნელოვნად ჩამორჩენა ევროკავშირის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. დიახ, სწორედ ასეთი ტიპის სხვაობა გვჭირდება, ანუ ჩვენ გვჭირდება რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა არ არის რომ ევროკავშირს კონდეს დაბალი, არამედ ის რომ ჩვენ გქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და დიახ, როცა ზოგადად საუბარია რომ საქართველოს იქნება 5 ჯერ მაღალი ზრდა, დიახ, ეს არის გზა, რომელიც ეკონომიკურ ასე ვთქვათ, გამოთანაბრებას ევროკავშირის ქვეყნებთან კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს და კიდევ ერთხელ თუ საუბრობთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანაზე, დიახ, საქართველოა ის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც და ხშირად რომ ეღიმებათ ხოლმე ამ ნაწილზე ვითომ ირონიულად, დიახ, საქართველო არის ის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მზად იქნება ევროკავშირის 20-30 წლის გაფართოებისთვის ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, თუ არა და ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები და არა ჩემი შეფასება და არა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის შეფასება, კიდევ ერთხელ ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და კიდევ ერთი დეტალი, რაც ძალიან მოკლედ მინდა შევეხო ამ ნაწილს, რამდენადაც ეს გამოვა, იყო აბსოლუტურად ფუჭი, სპეკულაციური აჟიოტაჟი გადასახადების თუ ბიუჯეტის ვერ შესრულებასთან დაკავშირებით, აქაც ტერმინულ არევასთან იყო საუბარი შემფასებლების მხრიდან, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ღრმად არაპროფესიულია შეფასება საგადასახადო შემოსავლების ნაწილზე. პირველ რიგში უნდა ითქვას ძალიან მარტივი რამ, რომ ფაქტი არის შემდეგი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება გადაჭარბებით 100%-ს გადააჭარბა, საგადასახადო შემოსავლების შესრულება გადაჭარბებით 100%-ს გადააჭარბა. საგადასახადო შემოსავლები არის როგორც ერთი მთლიანობა, რომელიც შედგება რამოდენიმე ტიპის გადასახადისგან, ამ შემთხვევაში და ცალკეული თვეების და მიხედვით თუ რომელიმე გადასახადი 100%-ზე მაღალია, ან რომელიმე 100% მცირედით ჩამორჩება, უნდა შევხედოთ საერთო სურათს, ხომ როგორი გვაქვს საერთო სურათი. მაგალითად, როცა ვლაპარაკობთ, რომ შესაძლოა მოგების გადასახადი დროის X მონაკვეთში იყოს ოდნავ ნაკლები, პირველ რიგში უნდა ვნახოთ მათ შორის ხდება რას აკეთებდნენ კომპანიები ამ პერიოდის განმავლობაში, აიგულეს ხომ, იყო თუ არა ამ შემთხვევაში მოგება რეინვესტირებული. მოგეხსენება საქართველოს ლიბერალური საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე, ხდება რეინვესტირება, რომელიც განთავისუფლებულია ამ შემთხვევაში მოგების გადასახადისგან. უნდა ვნახოთ ეს ვითარება. როცა ლაპარაკია მათ შორის არაპირდაპირი გადასახადების რაღაცა 0 თუ 1 რაღაცა კლების ნაწილზე, ხომ უნდა შევხედოთ ამ შემთხვევაში DGG-ს აქციის და კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის არაპირდაპირი გადასახადების ნაწილი, რომელიც შეიძლება დროის კონკრეტულ მომენტში გარკვეული ტიპის იმპორტთან იყოს დაკავშირებული, ასე შემდეგ. ანუ მთლიანობაში აი ამ საკითხზე ძალიან სერიოზული მსჯელობა არის ღიმილის მომგვრელი, ეს უფრო არის აი რაღაცა პირველი მეორე კურსზე სალექციო თემა რომ უნდა აუხსნა, ასე ვთქვათ, სტუდენტებს რა არის გადასახადები, რა არის არაპირდაპირი გადასახადი, რა არის პირდაპირი გადასახადი, როდის ასე ვთქვათ, რომლის შემოსავალი როდის კორექტირდება, ასე შემდეგ, რა არის რეინვესტირება. აი სინამდვილეში აი ამ დონის სასაუბროა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ არ არის კვალიფიციური მსჯელობა, რომ აიღო ციფრები, სადაც გეუბნება მარტივად ერთი მთლიანობა, რომ საგადასახადო შემოსავლების შესრულება გადაჭარბებით, ბიუჯეტის შესრულება გადაჭარბებით შესაბამისად და აქ საუბარი იმაზე, რომ რომელიმე გადასახადი დროის გარკვეულ პერიოდში 0.2%-ით თუ 1%-ით მცირე იყო და შემდგომ თვეს რომ იყოს 7%-ით მეტი, რას ნიშნავს, ხომ? ამ შემთხვევაში და ეს ასეც იქნება, ხომ? იმიტომ რომ ასე ხდება და ეს არ არის ამ წლის, ამ თვის ან საქართველოს რეალობა, ეს არის მთელი მსოფლიოს რეალობა, რომელიც მუდმივობაა მთელი წლის განმავლობაში. მოკლედ, სპეკულაციების საგანია კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად არის ციფრების მანიპულირება და კიდევ ერთხელ, არ ვიცი, აქამდე საქართველოს ეკონომიკა რეცესიაში უნდა წასულიყო. ეხლა ღრმა კრიზისი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომ მოგვესმინა, ვინც ახლა გადასახადების შემცირებაზე ლაპარაკობს და შემდეგ, ეხლა საქართველოს ღრმა კრიზისში უნდა იყოს და კიდევ ერთხელ დიდი ოთხეული გვეუბნება, რომ 6%-იანი ზრდა გვაქვს. ასე რომ გავანებოთ ამ თემას თავის ძალიან სერიოზულად, ნუ შევხედავთ მოლოგი სპეკულაციის ნაწილია და უბრალოდ გავიაზროთ, რომ სპეკულაცია ხშირია, გაცილებით უფრო საინტერესო საკითხი გვაქვს დღეს სასაუბრო ბატონ ლევან გამყრელიძეს მინდა მივესალმო ბატონ ლევან მოგესალმებით მადლობა მობრძანებისათვის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი და საქალაქთოშორისო გზავრთა გადაყვანა ყველაზე უფრო აქტუალური საკითხი და მით უმეტეს ახლა ისეთი პერიოდი გქონდა ბატონ ლევან აი ყველაზე აქტუალური საქალაქთოშორისო გადაადგილების მმართველობთ აღდგომის პერიოდს დღესასწაულების პერიოდს
გულისხმობდა, ბუნებრივია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს როგორია მიმდინარე პროცესი, რა ელის, ასე ვთქვათ, როგორია რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ბატონ ლევანის ხელმძღვანელობით მე რასაც ვაკვირდები, ეს არის რეფორმა, რომელიც ვერ იქნა დაძლეული დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ხორციელდება ძალიან ზედმიწევნით ზუსტად და გთხოვთ ბატონ ლევან. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ საკითხებზე, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვმარტო მოკლედ და კონკრეტულად, რომ ეს რეფორმა ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, ეს რეფორმა დაიზრა შარშან, იცის რომ საკანონმდებლო ორგანოში გავიტანეთ ეს რეფორმა, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა რო იყოს უსაფრთხო პირველ რიგში და იყოს მოწესრიგებული, რომელიც დღევანდელ მდგომარეობაში ყველაფერი უგულვებელყოფილია, კანონის მიღმა არის დარჩენილი ბევრი ავტოსადგური. ეს რეფორმა მინდა გავყო ორ ნაწილად, როგორც ყოველთვის ვიძახი ხოლმე. ეს არის გადამზიდავები და ავტოსადგურები. ჩვენ ეს რეფორმა დავიწყეთ, მივეცით ბიზნეს შესაძლებლობა, რომ ამ რეფორმას ქონოდა გარდამავალი პერიოდი და უკვე მივედით იმ დინამიკამდე, ეს დინამიკაში კარგად ვითარდებოდა. მე მინდა მარტივი ციფრები მოგიყვანოთ და სტატისტიკა მოგიყვანოთ, რომ დღევანდელ დღემდე 2270-ზე მეტ გადამზიდავს უკვე ჩვენთან მოსული არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, როგორც მოგეხსენება ჩვენ გავაკეთეთ იუსტიციის სახლებთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომ კომფორტულად აეღოთ ამ გადამზიდავებს ეს ნებართვები და უკვე 2270-ზე მეტ გადამზიდავს უკვე განებართვიანებული არის დღევანდელი მდგომარეობით, რომლებიც მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებენ უკვე. აქედან რეგულარული გადაყვანებზე არის 2074 ნებართვა გაცემული, რომლებიც განებართვიანებული არიან, არარეგულარულ გადაყვანებზე 40 ნებართვა არის გაცემული და საერთაშორისო არარეგულარულ გადაყვანებზე 171 ნებართვა გვაქვს უკვე გაცემული. ეს რატომ მოვიყვანე მე ეს ციფრები? ეს ციფრები მოვიყვანე იმიტომ, რომ ეს დინამიკა უკვე კარგად ვითარდება. ესე იგი უკვე ხალხი მოდის, ნებართვებს იღებს, რომ შევიდნენ ავტოსადგურებში. რაც შეეხება ავტოსადგურებს, ეს მეორე ნაწილია, ავტოსადგურებს გარდამავალი პერიოდი აქვს მიცემული, მათი ბოლო დედლაინი, როგორც ისე ვიტყვით, ავტოსადგურების 1 ივნისამდე უნდა აიღონ ჩვენთან ლიცენზირება. ჩვენზე ცოტა მეტი რჩება. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა ავტოსადგურთან მქონდა კომუნიკაცია. ეს თავიდან დაიწყო ეს რეფორმა, მინდა თავიდან დავიწყო ამ რეფორმის ეს რეფორმა დაიწყო როგორც შეხვედრა, როგორც ბიზნესთან, ასევე ამაში ჩართული იყო მესამე სექტორიც. ჩვენ ჩამოყვანილი ყავდა GIZ ესეთი გერმანული კომპანია, რომელმაც შეისწავლა მარშრუტები, ამიტომ ეს ქაოტურად რო არ განვითარებულიყო, ჩვენ შევისწავლეთ მარშრუტები, მგზავრთნაკადები, სხვა და სხვა ფაქტორები, რომელიც ევროპული გამოცდილება ავიღეთ და ეს ევროპული გამოცდილება მოუვარგეთ საქართველოს რეალობას. აქედან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი უგულვებელყოფილი იყო, უსაფრთხოების ნორმები იყო პირველ რიგში, კომფორტი იყო დარღვეული, საერთოდ არ არსებობდა არანაირი კომფორტი, არ არის ავტოსადგურების გაჩერება, არის საიდანაც ვესურვებათ იქიდან გადია, ყველა ბენზოგასამართ სადგურზე არის გახსნილი ავტოსადგურები და ამის რეგულაციებში მოქცევა გადავწყვიტეთ. ეს რეგულაციებში მოქცევას ეტაპობრივად გავაკეთეთ, რადგანაც დაწყოლა არ ყოფილიყო ბიზნესზე. ეს რეგულაციები გარდამავალი პერიოდები მივეცით ბიზნეს, როგორც გადამზიდვა. რამოდენიმეჯერ მოხდა ხომ გარკვეული ტიპის გადაავადებაც ამ შემთხვევაში თუ თავიდანვე ჩადებული გრაფიკი თქვენ რეფორმის დროს ხომ? თავიდანვე ქონდა ჩადებული გრაფიკი, ეტაპობრივად რო ბიზნესი. რომ უმტკივნეულოდ გადასულიყო ეს ბიზნესი, მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ უმტკივნეულოდ იყო გარდამავალი ეტაპები, როგორც ნებართვის აღებებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ავტოსადგურებთან მიმართებაში. რაც შეეხება დავიწყოთ ავტოსადგურები და მე გადავიდე გადამზიდავები. ავტოსადგურებს ჩვენ მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ ეს ავტოსადგურები ლიცენზია როდესაც აიღონ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებთან უნდა მივიდნენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განსაზღვრავს თუ რა ადგილები უნდა გამოყოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, რადგანაც თქვენ იცით, რომ კანონში პირდაპირ ჩადებულია 150 კილომეტრის იქით უნდა იაროს M3 კატეგორია. მოსახლეობისთვის გასაგებად რო იყოს, ეს არის ავტობუსები. ანუ ავტობუსები გასათვალისწინებელია პატარა ქალაქებში და დაბებში, დიდ ქალაქებში, იქ მოხვევასთან დაკავშირებით ტრაფიკი რო არ შეიქმნას, იქიდან მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით უნდა გამოიყოს ავტოსადგურების ადგილები. ანუ ახლა ბუდიშით ბატონო, აი რადგან აღნიშნეთ ტრანსპორტის ზომებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე აი ჩვენთან უფრო მეტად ასე ვთქვათ, მიჩვეული იყო საზოგადოება, მათ შორის ბათუმის მმართველობა იყო ზუგდიდი, ქუთაისი თუ ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული მარშრუტკებით, სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, ხო? ანუ ეს ნაწილი გამოირიცხა, ხო? თქვათ ამ შემთხვევაში თბილისიდან, თქვათ ბათუმის მიმართულება პირდაპირ არის კანონში ჩადებული, რომ დიდ ქალაქებში, როგორც არის თელავი, როგორც არის ბათუმი, როგორც არის ქუთაისი, ზუგდიდის მიმართულება
და სხვა დიდი ქალაქები, კანონში პირდაპირ არის გამარტებული, რომ აქ ვეღარ ივლის, იმიტომ რომ იცით თქვენ ავტომაგისტრალი, ცენტრალური ავტომაგისტრალი დასრულების პირას არის, მარშრუტკები არის უსაფრთხო. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი შემთხვევები ხდება მარშრუტკებთან მიმართებაში. ავტობუსებზე გადავდივართ ამ პერიოდიდან უკვე, როდესაც M3 კატეგორია ივლის მხოლოდ ამ დიდ ქალაქებში. აქედან გამომდინარე ვთქვი, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განსასაზღვრად ისეთი ადგილები, რადგანაც ავტობუსები ახლა უფრო ზომით გაბარიტებით უფრო დიდი არის, კომფორტულია პირველ რიგში, არის დაცული მოსახლეობისთვის, არის კომფორტული დაცული და ასე უყენია სიჩქარის შემსრულებელი მოწყობილობები. რადგანაც მარშრუტკებს დღეს არ უყენია არანაირ ყველანაირ უსაფრთხოების ნორმებს მოსახლეობის ჩივილიც ხშირად არის ხოლმე და იმიტომ ხდება უბედური შემთხვევები ხშირ შემთხვევებში და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ იმიტომ გადავწყვეტეთ ეს აპრობირებული მეთოდია ყველა ევროპულ ქვეყანაში ევროპული ქვეყნის მოდელი მოვარგეთ ჩვენ ქართულ რეალობას ამიტომ ავტობანის დასრულების პირას არის და ყველა M3 კატეგორია იქნება უსაფრთხო და სიჩქარის შემსრულებელი მოწყობილობა უყენია რეალურად სტატისტიკურად რო ავიღოთ M3 კატეგორია ბევრად უსაფრთხო არის ვიდრე ავტობუსი უფრო უსაფრთხო არის ვიდრე მარშრუტი აქედან გამომდინარე ბევრი მარშრუტკა, ანუ ეგრეთ წოდებული სამარშრუტო ტაქსებს არ ქონდათ გავლილი ტექინსპექტირება. დღევანდელ დღეს მინდა დაგარწმუნოთ ის ციფრები, იმიტომ გითხარით 2270-მა გაიარა და მივიღო ჩვენგან ნებართვა. ესენი ყველა უკვე ტექდათვალიერებით არის, იმიტომ რომ ისე ჩვენ ნებართვას არ გავცემთ ტექდათვალიერების გარეშე. ამიტომ რაღაცა ჩარჩოებში უკვე მოექცა, დინამიკა კარგად მიდის. რა თქმა უნდა, ბევრია ჯერ გასაკეთებელი, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და უკვე რაღაც ეტაპამდე ვართ მისულები. ეხლა აუცილებელია რომ როგორც ეძახიან, არ მიყვარს ამ სიტყვის ტაცებლების, ანუ ხიშნიკებს როგორც ეძახიან. ნუ გავრცელებული ტერმინია ყველა. კი ბატონო, ესენი დაიწყება ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აკომპლექტებული არის პროფესიონალებით, გადამზადებას გადიან ახლა და ეს ხიშნიკები, რომლებიც ტრასებზე იქნება საპატრულო პოლიციის მიერ არ იქნებიან გაშვებულები, ანუ დაჯარიმებული იქნება, სოლიდური ჯარიმები არის და ესენი რომელსაც ნებართვები არ გააჩნიათ, უკვე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დაიწყებს უკვე სიარულს და მონიტორინგის ჯგუფი და დაიწყებს მათ დაჯარიმებებს. აქედან გამომდინარე მე ყველას მოუწოდებ ჯერ აქვთ კიდე დრო, რომ მოვიდნენ და აიღონ ნებართვები. ამის შემდეგ ეს განებართვიანებული გადამზიდავები შედიან ავტოსადგურებში, რომლებიც არიან ლიცენზირებული ჩვენს მიერ. ჯერ არ აქვს მათ დედლაინი, მაგრამ სადღაც ივნისის ბოლოს ეს ავტოსადგურებიც განებართვიანებულები იქნებიან და შეიწევიან როგორც ესე ვიძახით შეიწევიან უკვე ავტოსადგურებში. ავტოსადგურების გარეთ უკვე აღარ იქნება. ამიტომ ეს ავტოსადგურები რატომ არის კარგი რომ შეიწევიან ავტოსადგურებში? ავტოსადგურს ვალდებულება უჩნდება რომ კონდეს სამედიცინო კაბინეტი, უნდა კონდეს სველი წერტილები, მოსაცდელი დარბაზები, მინიმალური პირობები, რაც ძალიან პრობლემურია. დღეს ახლა ვიცით რომ ქუჩაში არის და ბენზოგასამართსადგურიდან გადიან და ეხლა რაც შეიძლება პირველ ეტაპს ეს არის ძალიან კარგად მინდა ახსნა რომ ეს დინამიკაში კარგად ვითარდება კიდევ ერთხელ ვიზახი და ეს არის პირველი ეტაპი. შემდეგი ეტაპი უკვე მოდის დარეგულირდეს ელექტრონული ბილეთები, როგორც გითხარით, რომ უკვე მოსახლეობა შეეძლოს ყიდვა ელექტრონული ბილეთები და უკვე მეორე ეტაპზე გადავდივართ ამ რეფორმის მეორე ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის. გადავდივართ იმაზე, რომ უკვე დრო იქნება განსაზღვრული, არ იქნება როგორც იცით დღეს ეს ჟარგონი გავივსები და მე მივდივარ. ავტობუსი როდესაც იქნება, ავტობუსი მე მინდა რომ M3 კატეგორიაზე ველაპარაკო მოსახლეობის გასაგები იყოს ავტობუსები, იქნება 9:15 წუთზე გავიდა აქედან სიტყვაზე და 3:15 წუთზე უნდა იყოს ბათუმში. იქ არავინ არ დაელოდება, დრო იქნება კონკრეტულად განსაზღვრული, იქნება მარშრუტები, ხაზები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული. საჭიროა გზაზე გაჩერებისას. გზაზე გაჩერება არ ექნება, ეს ძალიან კარგი შეკითხვა არის, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. იქნება შუალედური გაჩერების პუნქტი, რომელიც ვიმუშავეთ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად. ეს უნდა იყოს უსაფრთხო, არ არის უსაფრთხო პანდუსებზე გაჩერება, არის იცით თქვენ ცენტრალურ მაგისტრალებზე პანდუსები, როდესაც ქვევით ჩადიხარ, იქ არის ტენდერი გამოცხადებული, რომელიც კომპანიამ გაიმარჯვა, არის ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქედან თბილისიდან მაგალითად აჭარამდე, ჩასვლას ბათუმამდე ჩასვლას, შუალედური გაჩერების პუნქტი იქნება, რომელიც იქნება აბსოლუტურად კეთილმოწყობილი. ბავშვების გასართობი მოედნებით, ბენზოგასამართის სადგურით, საკვები ობიექტით, მოსასვენებელი სივრცით, ყველაფრით აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტში იქნება შუალედური გაჩერების პუნქტი. ესეც უპრობლემური იყო და ვისაც სად უნდა აჩერება. ეს არის უსაფრთხო შემდეგ. ამდენი ხალხის ნაკადი, როდესაც გადადის და ცენტრალურ მაგისტრალზე, როდესაც აჩერებ ბენზოგასამართ სადგურზე ან სადმე ან საკვები ობიექტზე, ეს არის ყველანაირად უსაფრთხო. ყველანაირი უგონლეყოფა მიდის უსაფრთხოების ნორმების რა. ჩვენ აქ პრიორიტეტი გვაქვს ადამიანის უსაფრთხოება და კომფორტი პირველ რიგში. არ შეიძლება რომ 50 კაცი ჩამოვიდეს
მარშრუტკიდან, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე არის და დადიოდეს იქ ზევით, ქვევით, ფეხით, ხო ხვდებით არა ელემენტარული რაღაც. ემიტომ შევარჩიეთ ეს პანდუსები, რომელიც ქვევით არის ჩასასვლელი, იქ განთავსდება ეს უკვე ტენდერის გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიაც არის. ამიტომ ზესტაფონის მიმართულებით იქნება ერთი. ასევე იქნება იგივე პანდუსზე განლაგებული, როდესაც კახეთში ავტობანის მიმართულებაზე დასრულებაზე იქ იქნება პანდუსი და კახეთზე მინდოდა მე და შუალედური თელავამდე დასრულებული შუალედური გაჩერების პუნქტი იქნება ანალოგიური. იქაც გაჩერების პუნქტი იქნება, სადაც გაჩერდება ეს M3 კატეგორია თელავამდე მიმავალი შუალედური გაჩერების პუნქტში. სხვაგან გაჩერების შესაძლებლობა არ ექნება, გზავრის აყვანის შესაძლებლობა არ ექნება და ასე და ასე შემდეგ. მეორე ეტაპი არის უკვე ის ეტაპი, რომელსაც ეს ხალხი გადავა უკვე ელექტრონულ ბილეთებზე და შეგიძლიათ თქვენ გაჯეტით ან ტელეფონით დღევანდელ განვითარებულ ქვეყანაში ვიყიდოთ, ან ადგილობრივი იმ მოსახლეობას, ვისაც არ გააჩნია გაჯეტი, თვითონ სალარო იქნება კეთილმოწყობილი და იქვე შეიძლება ბილეთის შეზღუდვა. ელექტრონულ ბილეთზე აუცილებლად მინდა გითხო ჩვენ ადრეც გვისაუბრია რომ მათ შორის საქართველოს გვაქვს ამბიცია და ფაქტებითაც ვადასტურებთ რომ ზარდია ასე ვთქვათ უცხოელი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში თუმცა უცხოელი ტურისტების ასე ვთქვათ ბუნებრივად მოვიცნობთ რომ რაღაცა გავაუმჯობესოთ სერვისი და ერთ-ერთი ისეთი გამოკვეთილი ასე ვთქვათ ჩივილი რაც იყო ის რომ აი რაღაც თქვენ ახლა პასუხი გაეცეთ პრინციპში დროის გადაადგილებასთან დაკავშირებით რომ ძალიან რთული მათთვის დაგეგმა რომ გარდა რკინიგზისა ვთქვათ სახმელეთო სხვა ტრანსპორტის საშუალებები ამ შემთხვევაში საავტომობილო ნაწილში ეს აქტიურად წარმოუდგენელი იყო და ასევე ბილეთების თემა ხა ძალიან ძნელია უცხოელ ტურისტებს ერთი კაცი და გავდივართ კონცეფციით როდის გადის და მოგახსენებთ ამასაც ელექტრონული ბილეთების სისტემაზე უკვე მუშაობთ რამოდენიმე ევროპულ კომპანიასთან ჩვენ ვიყავით ჩასულები რამოდენიმე ევროპულ ქალაქში რომელსაც ანალოგიური გამოცდილება აქვს ასევე ჩვენ ადგილობრივ კომპანიებთანაც მუშაობთ თუ რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი აქ არის WADA თუ რომელი მოგვაწვის ამ პროდუქტს მზად WADA-თან მიმართებაში, იმიტომ რომ იცით თქვენ თუ ახალი სოფტი რო დაიწეროს ამას დიდი ხანი ჭირდება და არის გამზადებული სოფტები, რომელიც საერთაშორისო ტენდერი შეიძლება სახმელეთო ტრანსპორტის აგენტством გამოაცხადოს და შევიძინოთ ეს სოფტი. აქედან გამომდინარე ჩვენ რამოდენიმე ევროპულ ქვეყანას ველაპარაკებით უკვე მათ მონაცემებს ვიღებთ განვითარებულ ქვეყნებზე მაგ საუბარი მე იტალიაზე, გერმანიაზე. აქედან შეიძლება ეს სოფტიც ძალიან მალე დაინერგოს და იქნება იმ სოფტი დანერგილი და ადამიანი რომელიც მოდის ელემენტარულად თვითმფრინავის ბილეთს რო აკეთებთ, ახლა ნებისმიერ ზღვიგზავრია ხო ევროპაში, ჩავდივართ, იქიდან გაკეთებ ავტობუსის ბილეთს და იცი რა მიმართულებით მიდიხარ, რომელ საათზე გავა, რომელ წუთზე გავა, როგორი ავტობუსი იქნება, რომელი ადგილიდან მიდის და ასე შემდეგ. იგივე სერვისი იქნება? აბსოლუტურად იგივე სერვისი იქნება თუ უკეთესი არ იქნება საქართველოს რეალობაზე მორგებული დამიჯერით. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. ცოტა ხნით მინდა კვლავ დაუბრუნდეთ სადგურების მოწესრიგების თემის ნაწილს, მათ შორის ალბათ ხა ძალიან ბევრ მსმენელს აინტერესებს თბილისში არსებული ვითარება, როცა ავტოსადგურებზეა საუბარი თქვა ამ შემთხვევაში. ანუ თბილისის შემთხვევაში თუ შეგვიძლია ასე ვთქვა რეალობა ან რაც გვაქვს რომ ანუ აი არსებული ავტოსადგურები იქნება შენარჩუნებული, თქვა ისინი მონაწილეობენ თქვა ამ პროცესში თუ თქვა კიდევ შეიძლება ველოდოთ დამატებით სადგურების ძალიან გაჩენა. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ძალიან კარგი შეკითხვა არის, რაც შეეხება თბილისს. ყველაზე ქაოტური მდგომარეობა თბილისში, იცით რა თქმა უნდა, ყველა ტურისტი პირველი თბილისში ჩამოდის და ქუთაისი არის. იცით გამტარუნარიანობა რამდენი არის ქუთაისის და თბილისის. ყველაზე ქაოტური ადგილობრივი მუნიციპალიტეტია ეს დამოკიდებული, მერიაზე არის. არის ისეთი დიდი სადგურები, რომელიც დღევანდელ დღესაც რაღაც დოზით აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, დადგენილების მოთხოვნებს, რომელშიც გაწერილია თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. არის დიდი სადგურები, მაგრამ პატარ-პატარა ავტოსადგურები, რომლებიც ეხა უკანონოდ ფუნქციონირებენ, ეს დიდი ავტოსადგური, როგორიც არის მაგალითად ოკრიბა, კახეთის მხარეს ორთაჭალის ავტოსადგური არის. არის ვაგზლის მოედანის ზედა მხარეს მიმდებარე დიდი ავტოსადგურები, რომლებიც დარჩენილი იყო და მოდიოდნენ, ეს ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა აქვს მხოლოდ და მხოლოდ გასაახლებელი. იმიტომ რომ მათ ბაქანიც მოწყობილი ჰქონდა, ამიტომ ეს ავტოსადგურები ჩვენთვის პრიორიტეტი რა არის? საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს ისეთ ლოკაციამდე, ამიტომ აქტიურად მუშაობთ ჩვენ მუნიციპალიტეტებთან. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს, მაგალითად, წავედით ჩვენ ქუთაისში. თბილისიდან გავედით ქუთაისში, უნდა ლოკაცია ისეთი უნდა გაჩერდეს, სადღაც მერე მუნიციპალური ტრანსპორტი პირდაპირ მიუდგება ამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. არ შეიძლება გაჩერდეს ისეთ ადგილას, მაგალითად, ქუთაისის ტერიტორია, სადაც მუნიციპალური არ არის და ტურისტ მოუწიოს მერე ფეხით სიარო. ლოკაციები ისე უნდა იყოს განლაგებული, ამაზე მუშაობთ ჩვენ მუნიციპალიტეტებთან, რომ პირდაპირ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი როდესაც გაჩერდება, ავტობუსი რო გაჩერდება, იქიდან რო ჩამოვა პირდაპირ ჩერდება იქ უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი. ამით შეგიძლიათ უკვე ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯდეთ მუნიციპალური ტრანსპორტში და იმოძრავოთ ამ ტრანსპორტით. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ეს. ამიტომ იგეგმება ეხა
დიდ ქალაქებში ასე თუ ისე ინფრასტრუქტურული პროექტები მაგალითად აჭარაში ძალიან კარგი ავტოსადგურია გაკეთებული, ბევრი ნორმებს აკმაყოფილებს, რაღაცეები არის შესაძლებელი და იმასაც მე როგორც ვიცი, ჩემ მონაცემებით უკვე ცვლიან. თბილისშიც რამოდენიმე დიდი ავტოსადგური გამოიკვეთა, რომელიც ამ ნორმებს დააკმაყოფილებს, იმიტომ იქ უნდა შეშემოპირებისთვის ადაპტირება უნდა იყოს ეს ბაქნები დახაზული უნდა იყოს, სხვადასხვა უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს. სამედიცინო პუნქტი ძალიან სამედიცინო პუნქტი, წინასარეისო სამედიცინო პუნქტი ეს ყველა ქვეყანაში არის, გულის ელემენტარული წნევის გაზომვის აპარატი ჩვენ არ ვთხოვთ ახლა იმის ქირურგიული ჩარევის და რაღაცა რა თქმა უნდა ის წინასარეისო შემოწმება მძღოლმა ყველა რაც მთავარია აქ მინდა კიდევ ერთი დავამატო წინასარეისო შემოწმებასთან ერთად აუცილებლად ჩვენ უკვე ვთხოვთ ნარკოლოგიურ ცნობებს. ავტოსადგური იქნება პასუხისმგებელი მძღოლზე 6 თვეში ერთხელ ნარკოლოგიური ცნობის მოთხოვნაზე. იცით თქვენ ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ისეთი რომ და არაფრით მდგომარეობაში. ამებს ჩვენ მაქსიმალურ კონტროლს გავუწევთ, იქნება ძალიან მკაცრი კონტროლი, რადგანაც ავტოსადგური თუ დაუშვებს რომ შევიდეს მასთან გადამზიდავი ისეთი რომელიც ნარკოლოგიური შემოწმება გავლილი არ აქვს, ან გავლილი აქვს და შემჩნეულია ნარკოლოგიურ თრობის ზემოქმედების ქვეშ, ეს ავტოსადგურს ექნება პრობლემები და დაჯარიმდება და ერთხელ და ორჯერ დაჯარიმება შეიძლება მძღოლის პასუხისმგებლობა ავტოსადგურის პასუხისმგებლობა არის, ავტოსადგურის პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იმ გადამზიდავს, ვინც ავტოსადგური შეუშვეს, ავტოსადგური ხდება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს გადამზიდავი მასთან იქნება ეგ დათვალიერება გავლილი ჩვენგან სამხმელეთო ტრანსპორტისგან ებართვა აღებული, ლიცენზირებული უსაფრთხო შესაბამისად არც ერთ ავტოსადგურს არ მოუნდება ერთი მძღოლის გამო ავტოსადგური შეექმნება მე პრობლემა და ხა არც ერთი ავტოსადგური არ შეუშვებს ისეთ გადამზიდავს რომელსაც ესეთი პრობლემები აქვს მაგალითად ნარკოტიკი. ამიტომ ჩვენ ძალიან გავამკაცრეთ ნარკოტიკებთან მიმართებაში. 6 თვეში ერთხელ აუცილებელია ნარკოტიკული თხრობის შესახებ ცნობის აღება. წარდგენა ავტოსადგურზე, რომელ ავტოსადგურშიც იქნება შესული ეს გადამზიდვა. კი ბატონო, ანუ იგივე ყველაფერი ხარაზე ჩვენ საუბრობთ, შეეხება მხოლოდ და მხოლოდ დიდი ავტობუსების ნაწილს, დიდ ქალაქებს, ანუ მცირე ქალაქებს, პატარა ქალაქებში, დაბებს. აი ხაი როგორი ვითარებაა, თქვათ, აი დიდ ქალაქებზე, ნუ ახსენეთ, რომ აი ძველი ინფრასტრუქტურა მაინც მოყვება, თქვათ, ბაქნები მოწესრიგებული, მეტნაკლებად, თქვათ, ასე. აი როგორი ვითარებაა, თქვათ, აი შედარებით პატარა დასახლებებში, იგივე ავტოსადგურებთან მიმართებაში, როდესაც აი ეს ვალდებულებაც აი ეს არის და უნდა წარმოიქმნას. რაც შეეხება ავტოსადგურებს. ავტოსადგურები არის 3 კლასის. კანონში ჩვენ განსაზღვრული გვაქვს 3 კლასის ავტოსადგური, პირველი კლასი, მეორე კლასი და მესამე კლასი. ავხსნი ხა პირველი კლასი რა არის? პირველი კლასი არის ესეთი კლასი, რომელიც საერთაშორისო დიდი ავტოსადგური, რომელიც ახორციელებს, საიდანაც ხორციელდება, ბაქნები უნდა კონდეს, გამტარუნარიანობა დიდი უნდა კონდეს. უნდა საერთაშორისო რეისებს უნდა ახორციელებდეს, ანუ საქართველოსთან სხვა ქვეყნებში საერთაშორისო. მეორე კლასის ავტოსადგური არის თითქმის იგივე ზომის, ოღონდ ცოტა პატარა მოცულობის, რომელიც იგივე დიდი გამტარუნარიანობა ჰქონდა და მეორე კლასაც თუ პირველი კლასი არ არსებობს იმ ქალაქში, მეორე კლასს ეძლევა შესაძლებლობა საერთაშორისო რეისები განახორციელოს ავტობუსები. რაც შეეხება მესამე კლასს, აი მესამე კლასი არის პატარა, რომელიც ძალიან მინიმალურად მხოლოდ და მხოლოდ დახაზვა ესაჭიროება, ეს არის დაბებზე მორგებული, იქიდან საერთაშორისო ვერ განხორციელდება, ეს საქალაქთაშორისო საქალაქთაშორისო შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ საერთაშორისო რეისები ვერ განხორციელდება. დაბებზე არის ელემენტარული პირობები მოთხოვეთ, გადახურვა, ნუ იქაც მუნიციპალიტეტი არის მაქსიმალურად ჩართული, იმიტომ ჩვენ არ ვიცით ახლა რომელი მუნიციპალიტეტი, რა ვიზუალიზაცია და როგორი არის, როგორ უნდა იყოს განლაგება იქ და რა ვიზუალიზაციას უნდა აკმაყოფილებდეს და ინფრასტრუქტურასთან შესაბამისობაში რო იყო. მესამე კლასი არის დაბებისთვის, აქედან ბევრი მესამე კლასად გადაკეთდა, მაგალითად ახლა მე ვფიქრობ, რომ რაჭაში სულ 2 წელი მესამე კლასი გაკეთება ახლა რაჭიდან, ამბროლაური და ონის რაიონიდან არ დაჭირდება იქ პირველი კლასი, იმიტომ რომ იქ საერთაშორისო რეისები არ კეთდება, იქნება ლამაზად მოწყობილი ინფრასტრუქტურასთან და ასევე ჩართული არის მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სივრცითი განვითარება, ეკონომიკის სამინისტროსი და ეს ჰარმონიულად სულ ყველა მუნიციპალიტეტის სივრცე იმუშავებენ იმაზე, რომ ვიზუალიზაცია ერთხელ ვაკეთებთ ამ რეფორმას და ეს რეფორმა გვინდა რომ მაქსიმალურად კარგად იყოს და დახვეწილი იყოს მაქსიმალურად. კი ბატონო, ასევე მინდა გითხოთ აწარმოე საქართველოში, თქვა ამ შემთხვევაში, რომელიც ასევე ჩართული იყო თუ ერთვება ამ პროცესში. ჩართული არის, ჩვენ ვიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროს აწარმოე საქართველოსთან, დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა. ორივე რაც შეეხება გადამზიდავებს, რადგანაც მათ ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, რომ ეს ბიზნესი არ ზეწოლა და დაწოლა არ ქონოდა, უпростоრი დაწოლა არ ქონოდა ბოდიში და ავტოსადგურებს ჩვენ ორივე კომპონენტში შემოვიყვანეთ აწარმოე საქართველოს.
გადამზიდავი შეუძლიათ მივიდნენ აწარმოების საქართველოში, ნებისმიერი ბანკი გაფრთხილებული არის სპეციალური კოდი, რომელზედაც შეუძლიათ რომ მარშრუტკები ძველი ესეთ მოძველებული მარშრუტკები ჩაანაცვლონ ახალი ავტობუსები. ჩვენ ახალი არ მოვთხოვეთ, სულ ახალი, έντღანაც კიდევ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2013 წლის შემდგომ შეუძლიათ Euro 4-ის ნებისმიერი ავტობუსი შეიძინონ მათ, რადგანაც ეს გარდამავალი პერიოდი მივეცით, დაწოლა რო არ ყოფილიყო და აწარმოების საქართველოს უსუბსიდირებს მაქსიმალურად ცეცხლს და აწარმოების საქართველოს როგორც მე ჩემთვის ცნობილია, ასევე გარანტად უდგება ბანკში. იგივე გადამზიდავებს, რომ ეს ახალი მოძველებული ტრანსპორტი ჩავანაცვლოთ ახალი M3 კატეგორია ავტობუსებით და ასევე მივეცით ავტოსადგურებს, რომ ჩაერთონ აწარმოების საქართველოში, გამოყოფილია სპეციალური თანხები. ეკონომიკის სამინისტრო მთავრობამ მიმუშავა ამაზე და დიდი მადლობა მინდა მათ მოუხადონ გვერდში დგომისთვის და როგორც ავტოსადგურებზე, ისე გადამზიდავებს შეუძლიათ ნებისმიერ კომპონენტში მივიდნენ და დააფინანსებს აწარმოების საქართველოს. ორივე შემთხვევაში ეს ბიზნესის ნაწილია, ასე ვთქვათ. ბიზნესის ნაწილია. კი და ჩვენ ეს შესაძლებლობაც მივეცით მაქსიმალურად, რომ ეხა მოაწყონ ისე, დაუდგება აწარმოების საქართველოს მათ სუბსიდირება. აი ხშირად ხო ეს არის ხოლმე აი ასე ვთქვათ ჭივილის ნაწილი და გასაგებია ეს ნაწილი და გასაგები პრეტენზიაა რომ აი ვთქვათ რაღაც რეფორმა ჩართულიყოს უნდა, მაგრამ აი როგორ და ალბათ ეს აწარმოე ამ შემთხვევაში ჩვენ დიდი შეხვედრები გქონდა როგორც ავტოსადგურებთან, ასევე გადამზიდავებთან, ეს ყველაფერი შევხვდით ჩვენ მათ და აუხსენით რომ ეს ბენეფიტები მათ აქვს, შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ ბანკს, ნებისმიერ საქართველოს ბანკს და აწარმოების საქართველოს მათ ჩაუდგებათ იმაში დაასუბსიდირებს ამ მათ ბიზნესს თუ როგორი ვიზუალიზაცია უნდა რანაირი ინფრასტრუქტურა რაიმე საერთო მოთხოვნა ანუ გარდა იმ ზოგადისა ეს ალბათ უკვე მუნიციპალიტეტებთან არის ხო შესაძენებელი კონკრეტული ვიზუალიზაციის თემა აი როგორც მე გითხრა ვიზუალიზაცია არის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებთან შესაძენებელი იმიტომ რომ ყველა მუნიციპალიტეტს თავისი იერსახე გააჩნია ზოგს გააჩნია განვითარების გეგმა ზოგს არ გააჩნია ამიტომ მუნიციპალიტეტებთან არის ვიზუალიზაცია შესაძენებელი, შემდეგ მოდის სივრცესთან არის შესაძენებელი და ამიტომ ერთობლივი ეს ყველაფერი გამოიწვევს ისეთ მივიღებთ ისეთ ევროპულ ავტოსადგურებს, როგორიც არის ევროპაში. ალბათ რაზეც მართლაც ყველა ვოცნებობთ, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში. ამას ცოტა ხანი პერიოდი დაჭირდება, მაგრამ აი ხა ეს პერიოდებზე მინდოდა მე თქვა, როგორი გაქვთ მოლოდინები თქვენ ასე ვთქვათ, აი დინამიკასთან დაკავშირებით, ანუ რეალურ დინამიკასთან დაკავშირებით შემდგომში ვთქვათ. რაც შეეხება გადამზიდავებს, აქ არის ცოტა რთულად მიმართებაში, ავტოსადგურებთან მიმართებაში დაიწყეს, მე როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურა შეიძლება დროის ამბავში გაეწელოთ ცოტა, მაგრამ დაწყებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, შეთანხმებები არის ძალიან ბევრი უკვე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ხოლო რაც ეხება M2 კატეგორიიდან M3 კატეგორიაზე ავტობუსებზე, აქაც მე როგორც ვიცი, რამოდენიმე განაცხადი უკვე შესული არის, მაგრამ ეს ცოტა დროს დაიჭირდება, იმიტომ რომ ეს ადგილობრივი არის დღეს არსებულ ბაზარზე M3 კატეგორიის ავტობუსები, არის ეგეთი რამოდენიმე კომპანია, ხა მე არ მინდა რომ დავასახელო ეს კომპანიები, ყავთ ეს ავტობუსები, მაგრამ ისინი უკვე გაფართოებას აპირებენ, მაგრამ ჩვენ მივეცით იმ მეწარმე სუბიექტებსაც, რომლებიც რამოდენიმე შეუძლია რომ გაერთიანდნენ, აი იმიტომ არის აწარმოების საქართველოს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი. რამოდენიმე სუბიექტი, რამოდენიმე მარშრუტკის ეგრეთ წოდებული ფლობელი გაერთიანდება და ერთ ავტობუსი ყიდიან ისინი და შეუძლიათ ჩვენ ამის შესაძლებლობა მოვეცით და ამაში ჩავრთით ჩვენ ეს კომპონენტი აწარმოებს. კი ბატონო, ამას რაღაც დრო დაჭირდება, მაგრამ ამიტომ ვახსენე მე ეს ციფრები, რომელიც მე გითხარით ნებართვა აღებულები, უკვე ეს განგზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად მიდის დინამიკაში, ჯერჯერობით განვითარება და ეს რეფორმა მიდის ნორმალურად. კი ბატონო, აი ამ ციფრებთან დაკავშირებით მინდოდა ასევე მეკითხა, რომ ეხა თქვათ ის ადამიანები, რომლებსაც, ნუ როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მე შემთხვევით არ დამიწყია შესავალი, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში მართლა ძალიან დიდი წვლილი გაქვს და ბევრს ვერ წარმოვედგინა, რომ ეს რეფორმა ზოგადად ბოლომდე გავიდოდა, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში, მაგრამ ხშირად არის ხოლმე თავრობის თანადგომა იყო ასთავარი. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ჯამურინება უნდა იყოს ამ შემთხვევაში, სხვაგვარად შეუძლებელია ამის გაკეთება. უბრალოდ აი ერთი დეტალი რომ ბევრი იყო და მესმის ამ ადამიანების სკეპტიკურად განწყობილი, იმიტომ რომ აი წლების განმავლობაში ხედავდა რომ აი რაღაცა ამ კუთხით გადადება ხდება. აი კი, ძალიან კარგი და სტამბეჭდავი ციფრები ახსენეთ, მაგრამ ხო არ არიან კიდევ სკეპტიკოსი ადამიანები, ვისთანაც რაღაც პროაქტიულად კომუნიკაცია მეტი საჭირო, რომ რეალურად ეს რეფორმა მართლაც შედგება და აღარ მოხდება ეხლა რაღაც გაურკვეველი ვადით გადატანა, რისი მანამდეც პრეცედენტები იყო.
რაც შეეხება ისეთი ადამიანებს, რომლებიც ჯერ ვერ არიან გარკვეულები, ან ვერ არიან ჩამოყალიბებული, ან კალონის დონე არიციან, არა განხილული არიციან თუ როგორ უნდა გახდეს, ეს კომუნიკაცია ჩვენ გვაქვს, ჩვენთან მუშაობს კოლ-ცენტრი, ნებისმიერ საკითხზე, სამუშაო საათების დროს, ნებისმიერ კითხვაზე ამომწურო პასუხს ვაძლევთ. შემოდის უამრავი კორესპონდენცია, ეს როგორ უნდა გაკეთდეს, აქტიურად მუშაობ. დაინტერესება არის. აბსოლუტურად ძალიან დიდი დაინტერესება არის და აბსოლუტურად მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას გამომწურავი პასუხი მივცეთ, როგორც კოლ-ცენტრის მეშვეობით, ასევე ჩვენთან კორესპონდენცია რაც შემოდის, არის კითხვები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რა ქვია, გადამზიდავებთან თუ როგორ უნდა აიღონ, სად უნდა აიღონ, რანაირად უნდა აიღონ. რეკლამები გავუკეთეთ ტელევიზიაში, იყო ძალიან ბევრი, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ტელევიზიაში მიდიოდა და ნებისმიერ კითხვაზე ჩვენ ღია ვარ და მაქსიმალურ ამომწურავ პასუხს აძლევენ ჩვენი კონცენტრის გოგოები, რომლებიც არიან დატრეინინგებულები მაქსიმალურად, ყველანაირ კითხვაზე ვცემთ პასუხს, როგორც კორესპონდენციის მეშვეობით, ასევე კოლ-ცენტრის მეშვეობით. რამოდენიმე ნაწილი რაც მინდა ასევე გკითხოთ შეჯამებისკენ, ასე რომ ვთქვათ, ძირითადი მიღწევა, ასე ვთქვათ, რა შეიძლება იყოს რეფორმის საბოლოოდ განხორციელების პროცესში, აი უსაფრთხოებასთან ერთად, აი რამოდენიმე ძირითადი პარამეტრით რომ შევაფასოთ, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ჩვენ რომ გარედან დამკვირვებელი რომ ვაკვირდებოდით, ასე ვთქვათ, ამ პროცესს, რას ვიტყვით რამოდენიმე წლის მერე რა გაუმჯობესდა, ანუ ასე ვთქვათ. მე თქვენ ნახავთ დინამიკაში ეს ხელშესახები იქნება პირველ რიგში, რა იქნება და ეს იქნება ძალიან კარგად კეთილმოწყობილი ავტოსადგურები პირველ რიგში, ელექტრონული ბილეთები, რომელიც იქნება ელექტრონული ბილეთები და კომფორტი და იქნება უსაფრთხოების ზომები, იქნება ავტობუსი, რომელიც იქნება კონდენსირებული და აი ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს Wi-Fi სისტემით, და ჯანსაღ კონკურენციას გამოიწვევს მარტო გადამზიდავებში, ასევე ავტოსადგურებში. კონკურენციის ნაწილზე მინდოდა მეთქვა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. ალბათ ახლა ბევრი ადამიანი, რომელიც გვისმენს, გვიყურებს სოციალური ქსელების საშუალებით, ალბათ არის მათ შორის კითხვა დაკავშირებული ფასებთან. ანუ აი ეს ყველაფერი ფასებზე იმოქმედებს, აქ სახელმწიფოს ჩართულობა არის, არ არის, აი ესეც რომ ასე ვთქვათ, განუმარტოთ ძალიან კარგი. იმიტომ რომ ხშირად აი რკინიგზაზე ხდება ხოლმე შედარება და არ არის ესე პირდაპირ შესაძლებელი ნაწილი ამ შემთხვევაში. ფასები ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ, რომ ეს ფასები არ გაქცეულიყო ხაც ჩვენ არ ვერევით ბიზნესში პირდაპირ. რა თქმა უნდა ეს ოდნავ შეიძლება გამოიწვევს ფასების ზრდა, მაგრამ ისეთი ფასების ზრდა ჩვენ გვაქვს, არ შეიძლება ბილეთი ჩაიდოს იმაზე 20%-ზე მეტი. ეს სახელმწიფო ამას გააკონტროლებს, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ფასებს, ჩვენ ბიზნეს მივეცით ამის რეგულირების საშუალება, იქ იქნება კონკურენცია, რატო ვახსენ. კონკურენცია იქნება, ფასებს დაარეგულირებს თვითონ ბიზნესი. ანუ შესაძლებელია ბათუმიდან კონკურენცია იქნება, ერთი ავტობუსი იდგება, მაგალითად, როგორც არის თურქეთის მაგალითს მოვიყვან, ერთი ავტობუსი იდგება, რომელიც იქნება Wi-Fi-ით აღჭურვილი და იქნება შიგნით ყავა და იქნება კეთილმოწყობილი კონდენსირება, რა თქმა უნდა, სულ ყველას ექნება და ის ელემენტარული პირობები და აქეთკენ იქნება მეორე ავტობუსი, რომელიც იქნება ახალი მოდელი, ახალი გასული და ეს იქნება ფასები თვითონ უსაფრთხოებისთან დადებს ყველა დააკმაყოფილებს აბსოლუტურად. აქ უნდა როგორც ახლა თვითმფრინავში პირველი კლასის ბილეთი იღებ და მეორე კლასის ბილეტია და ჩვეულებრივი ეკონომ კლასის ბილეტია, იგივე სტანდარტები იქნება აბსოლუტურად აქაც მოცემული. ხო, ნუ ეს მატარებელშიც ასე მატარებელშიც განსხვავება არის ბილეთებთან მიმართებაში, მაგრამ როგორც ეგეთი ჩვეულებრივი ეკონომ კლასის ბილეთები რომელიც არის, მე გეუბნებით რომ ამას არანაირი ისეთ კატასტროფული და არ მოწდება, შეიძლება ოდნავ გაზრდეს ეს ბილეთები. დღეს საერთოდ დაურეგულირებელია, მინდა ვთქვა რა, ზაფხულში სხვა ფასი არის, ზამთარში სხვა ფასი არის, გაზაფხულზე სხვა ფასი არის. აი ეს კითხვა მქონდა კიდე სეზონურობაზეც არ აისახება ეს ნაწილი, იმიტომ რომ ამას ჩვენ ვხედავთ ხოლმე მოსახლეობის მხრიდან რომ ეს სეზონურობაზე როდის კარგი სეზონი არის და 60 ლარი ღირს, არ არის სეზონი და 40. დღეს ეს ყველაფერი მიღმა იყო, დღეს უკვე დაიწყო ამის კონტროლი და მაქსიმალურად ეს ფასების დარეგულირება. პირიქო ეს ნაწილიც გათვლილია ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გათვლილი აქვს ეს ნაწილიც და ამის კონტროლსაც ჩვენ გავახორციელებთ. კი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ პირდაპირ არ ჩავერიეთ ფასში, იმიტომ რომ არ გვინდოდა ბიზნესის შეშლა, ეს კონკურენცია თვითონი დაარეგულირებს ამ ფასებს. რეალურად თქვენი დაკვირვებით, აი რადგან კონკურენციის უბრალოდ არის რესურსი რომ პირობითად დიდი ქალაქებიდან იგივე ბათუმიდან, დასავლეთის ქალაქებიდან, თუნდაც თელავიდან, აფხაზეთში აღმოსავლეთიდან რომ რამოდენიმე კომპანიამ შეძლოს ოპერირება აი არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ხიშტიკები ვახსენეთ, აი მე რაღაცნაირად წარმოვიდგენია რომ მათი რესურსის გამონთავისუფლების შემდგომ თითქოს უფრო მეტი რესურსი გაჩნდება. აი ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ავტოსადგურები, რომლებიც დღეს ახლა ჩვენგან ლიცენზირებას ვეღარ აიღებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან, ეს მიიღებს ზაბრისებრი პრინციპს აბსოლუტურად. ეს ნაკადები, რომელიც იმ ავტოსადგურებში შევა ეს ხალხი აბსოლუტურად ეს ხალხის ნაკადი წავა პირდაპირ იმ ავტოსადგურებში, რომლებიც ლიცენზირებული იქნებიან და იქნებიან კეთილმოწყობილი ჩვენგან. ისე სხვანაირად ვერ გაჩერდება საპატრულო პოლიცია ცალკე იმუშავებს, ჩვენ ცალკე. ეს იქნება მკაცრი კონტროლი, თავიდან იქნება გეუნები ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება, ვერავინ ვერსად ვერ გაჩერდება ტრასებზე, როგორც გითხარით ავტობანებზე. გააკონტროლებს საპატრულო პოლიცია, ხოლო ადგილობრივ სადაც ავტოსადგურები იქნება, ჩვენი მონიტორინგის სამსახურები ივლიან, ეს იქნება მკაცრი კონტროლი. ავტოსადგურის გარეთ მდგომი მანქანა ვერავინ ვერ ჩაისვამს, ვერავინ ვერ ჩაისვამს. ან უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ტაქსი. ტაქსის მომსახურებას თუ აიყვანე, ხა ჩვეულებრივად შეუძლია ტაქსის თბილისიდან ბათუმამდე შეგიძლიათ აიყვანოთ ტაქსი და წაგიყვანოს, პრობლემა არ არის ეს ნებისმიერმა ტაქსმა. მაგრამ ეს კონკურენციას ვერ გაუწევს ავტობუსს. ვერანაირ რამდენი კაცი უნდა ჩაისვას ხა იმ ტაქსმა, რომ აიყვანოს ხა ელემენტარულად ჩვენ ესეც დაგეგმის დროს და კანონის გატანის დროს ესეც გათვლილი გვაქვს და მაგიც ხა 4 კაცზე მეტი არ შეიძლება მანქანაში 5 კაცზე მეტი რო იჯდა. მინივენები როგორც ეგეთი აქეთარულიანები, იქეთარულიანები, აქ კაცრი კონტროლი იქნება ავტობანებზე. აბსოლუტურად მაგაში გარწმუნებთ, რომ კაცრი კონტროლი იქნება. ყველა ავტოსადგურში იქნება შესული და ავტოსადგური უკვე იმის ვალდებულებას იღებს, რომ ეს თავის გადამზიდავები, რომლებიც შიგნი იქნებიან, ცალკე სუბიექტები, სხვადასხვა ინდივიდუალური წარმოები იქნებიან თუ შეფესები იქნებიან, ამის მნიშვნელობა არა, მათი კონტროლი უზრუნო იყოს, როგორც წინასარეისო შემოწმებაზე, როგორც გითხარი, ნარკოლოგიურით, მანქანის გამართულობით, ასე და ასე შემდეგ. კი ბატონო, მე რა ვიცი, ჩემი დასკვნა ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელი რომ გისმენთ, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, ვინც ახლა ასე ვთქვათ, ეწევა თუნდაც ამ ეგრეთ წოდებულ ხიშნიკურ საქმიანობას, ალბათ ის დროა რომ აი მაქსიმუმად გამოიყენონ ეს სივრცე, კი, ლეგალურ ბიზნესში გადმოვიდნენ ამ კუთხით, რომელიც მაქსიმალურად უთხოვს ახლა სახელმწიფო ხელს, აგეგეუნები დაწარმოების საქართველოში არის როგორც თავდებში დგება. მით უმეტეს ახლა ფინანსური რესურსია ხოლმე მთავარი ხელშემცვლელი და ჩვენ წვდომა მივეცით როგორც ავტოსადგურებს. არ არის მარტო დიდი ქალაქები, არის პატარა ქალაქები, სადაც ფინანსური წვდომა მივეცით ამ ინსტრუმენტზე, იმ ინსტრუმენტზე მივეცით წვდომა, რომ ეხა თუ უნდა თუ ბიზნესში წავიდეს, როგორც გადამზიდავს ავტობუსის საყიდლად, ანუ M3 კატეგორიის, M2 კატეგორია, რომელიც ყავს მოძველებული შეცვალოს M3 კატეგორიით, წვდომა მივეცით და ეს მივეცით. ასევე მივეცით ავტოსადგურებს. ინფრასტრუქტურა მოაწყონ, კეთილმოაწყონ, გააკეთონ და აწარმოეს საქართველოს ორივე კომპონენტში შემოსული არის. კი ბატონო, ეს რესურსიც არის ამ კუთხით. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მოინტერესდებით ამ დიდი თემით და კი, აუცილებელი თემაა და მე ვფიქრობ, რომ მართლაც, რა ვიცი, თითოეული მოქალაქეს ეს ნაწილი აინტერესებს, იმიტომ რომ ზოგი თავად არის მოხმარებელი, ზოგის ოჯახის წევრია მოხმარებელი, შვილი, ასე შემდეგ და მართლაც ხა დროის დათვლა ერთი და დღეს ჩვენ ქვეყანაში საბედნიეროდ მივდივართ იქამდე, რომ ნამდვილად დრო განსაკუთრებით უსაფრთხოება, ასევე რომელსაც მართლაც ყველა ვფიქრობთ ხოლმე რომ ეს თქვა ტურიზმის ხელშეწყობა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის, ძალიან საინტერესო იყო. წარმატებას გისურვებთ, მე მინდა რომ რა ვიცი, განსაკუთრებული წარმატება გისურვებთ, მართლაც ამდენი ხნის განმავლობაში საუბარი მუდმივად იმ საკითხზე რომ მოგვარდებოდა ეს საკითხი, არ მოგვარდებოდა, მე ვფიქრობ რომ დასრულებულია, უბრალოდ ახლა ჩვენ დროის ამბავი დროის ნაწილზე რამდენად სწრაფ. ძალიან ბევრი საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე მას მერე რაც მოგზაურობს ევროპაში, თურქეთის მაგალითი მოვიყვანეთ თქვენი მეზობლი, ბუნებრივია ყველა ასე ვთქვათ, კეთილიშვილით უყურავდით რომ ჩვენთან როდის ეს იქნებოდა ეს რესურსი არის. უღრმესი მადლობა. დღეს რადიო სივრცის ეთერში ბიზნეს ინსაიდერი დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით ტრადიციულად 4 შაბათს, შევხვდებით მომდევნო 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენთ.